სამოდელო სააგენტოები და რაღაც პერიოდში წარმატებული მოდელები ვარსკვლავებივით ჩნდებიან და ქრებიან. ეს გინ სამოდელო ბიზნესის განუვითარებლობას დააბრალეთ და გინდათ სხვა რამეს. თუმცა ფაქტია, რომ საქართველოში არსებობს რამდენიმე სააგენტო, რომელიც წლებია ქართული პოდიუმისთვის მანეკენებს ამზადებს. ნატალის გამოზრდილია თიკა ფაცაცია, კრისტი ყიფშიძე, თაკო ჩხეიძე, თიკო ნატროშვილი. ეს სახელები ნამდვილად საკმარისია имის მისახვედრად, რომ самодело სააგენტო ნატალი დამსახურებულად ფლობს საუკეთესო статус. Мы вообще очень следим за тем, что свой шарм они вырабатывали бы, свой стиль у нас всегда это был. Даже когда мои девочки за границей работают, все удивляются, где вы в такой школе учились. Представьте, сколько поколений в моих руках выросло. Но мы не стареем, а молодеем постоянно. მე რა უკვე გუნდი ყოველთვის კარგი იკრიბებოდა ხოლმე და ეს ქმნიდა, ანუ ისეთი კავშირები გაჩნდა ჩვენ შორის, რომელიც ამუდამად დარჩება. ეს რაც ვაკვირდები, რაც უფრო დრო გადის, ახალი თაობა მოდის, არიან უფრო დახვეწილები, ლამაზები. ეს პატარა გოგონები კი ის ახალი თაობაა, რომელიც ფეხს ჯერ რეპეტიციებზე იდგამს. შემდეგ მოდის კვირეულებზე გამოსულაზე ოცნებობს. ამის მერე კი მაგალითად პარიზში ან და მილანში მუშაობაზე. თუმცა იქამდე სავარჯიშო დარბაზში დამღლელი მუშაობაა. ნატალის მოსწავლება უკვე თითქმის 2 თვე არის. ყველაზე მეტად გლის ბალეტი ნამდვილად, იმიტომ რომ ნინა ისეთ რაღაცას გვიშვება, რა ვიცი, ძალიან ვოცნებობ პარიზზე. მომზადების პროცესი ეს არის ნამდვილად რთული. კვირაში 3 დღე არის აერობიკა, ვარჯიში, დეფილე და აგრეთვე ცეკვისა და სამხატვრო მეტყველების გაკვეთილები. 4 თვეა ალბათ ან 5, ნატალის მოდელი რაც არის და ყველაზე რთული არის ცეკვის ილეთებს არ ვიმახსოვრე. მიჭერს ესე არაფერი არ მიჭერს, მაგრამ რა თქმა უნდა ვიღლებით ახლა რაღაც გაკვეთილებზე. საზღვარგარეთ ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველოში მოდელის სტატუსის მიღებისთანავე თაყვანისმცემელთა რიცხვი არითმეტიკული პროგრესიით იზრდება. ეს გოგონები თუ სამომავლოდ დიად პოდიუმზე ვერ შედგებიან, შეუძლიათ ახლა პოპულარული გოგოს სტატუსით იამაღონ, თუნდაც სკოლაში ან და სამეზობლოში. მე შავგურმანი ბიჭები მომწონს, პეტოცობა შავგურმან ბიჭებს ვანიჭებ. როგორ ბიჭები მომწონს? ვერ ვიტანგზავთ ბიჭებს. ძალიან არ მიყვარს. სპორტით დაკავებული ბიჭები ზოგადად კაია. ისეთი ციფერთვარება და ქერათმიანი მაინც და მაინც ისეთი არა. და მომწონს პიკე, ძალიან მომწონს პიკე. მოკლედ, სამოდელო ბიზნესზე დარს თუ გავაგრძელებთ, შემორჩენილი ერთი fashion week-ით და მოშიშვლებული მკერდით კადრში გამოჩენით შეშინებული მოდელებით. იმის იმედს მაინც გამოვთქვამთ, რომ ახალი თაობა მსგავს გამოწვევებს მშვიდად შეხვდება და მოდელობაც გასართობის საქმიდან სრულფასოვან პროფესიად იქცევა.